ეხლა მე ვამტკიცებ და ახლა დაგიმტკიცებთ ყველას, რომ ოფიციალური დრო არის გაყალბებული მკვლელობის. როგორც მოგახსენეთ, მთავარ მტკიცებულებად საქმეში ჩაიდო ალდაგის მიერ გადაღებული ფირები. ეს რომ სპეციალურად კამერების წინ მოაწყეს, ამისში მარწუნებს კიდევ მალხაზ ბოხუა გახდათ ასეთი კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე თბილისის და როდესაც მასთან მომიწია პოლიციაში მივედი და ალდაგის ფირი ვნახე სულ პირველად მკვლელობიდან 45 წუთის შემდეგ და იქ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები ვნახე და პოლიციიდან 2 დღე ვეღარ გამომიყვანეს, არც მელოდნენ სიმართლე გითხრათ, ისე მივედი და ესე იგი ბალხას ბოხუა მითხრა ეს არაფერი არ არისო, ეს არისო მკვლელობის ფაქტის დადასტურება. მათ სჭირდებოდათ მკვლელობის ფაქტის დადასტურება და იმიტომ გადაიღეს და თან ალიბი რომ ვინ ჩადის პოლიტიკურ მკვლელობებს კამერების წინ. თან კამერები მაშინ იყო ძალიან ფუფუნება თბილისში გეხსოვებათ, იშვიათად ეყენათ კომპანიებს ქუჩაში. ესე იგი, ვალდაგის ფირის მიხედვით ოფიციალური დრო მკვლელობის გამოცხადებულია 20 საათი და 31 წუთი და ეს არის ტყუილი. პირველ რიგში იმიტომ, რომ საქმის მასალების პირველივე გვერდზე, როდესაც შესულია განცხადება, თუ შეტყობინება, რომ მოხდა მკვლელობა, იქ არის დაფიქსირებული 20 საათი და 10 წუთი და შემდეგ 20 საათსა და 27 წუთზე უკვე დადგენილია გურამშარაძის ვინაობა, იგივე საქმის მასალებში ახალი შეტყობინებაა და რაც თავარია 20 საათსა და 30 წუთზე ტელეკომპანია აჭარის ჟურნალისტი იყო ჩართული მელიქიშვილის გამზირიდან, სადაც მამაჩემი სისხლში ცურავდა, მოვარდნილი იყო მთელი პოლიცია, მილიცია. მოკლედ იმის ხმა მინდა რომ დრო არის მოპარული, ცოტა ქვემოთ გეტყვით რატომ არის მოპარული, მაგრამ ეს უკვე იმაზე მეტყველებს რომ საქმე არის თავიდან გაყალბებული ნამუშევარი. ეხლა ვინმე იტყვის რომ მოხდა ახლა შემთხვევით რა მოხდა, ხო? მეორე ფაქტი. მკვლელობის მომენტში თქვენ მოგეხსენებათ რომ კამერების ვიდეო თვალის მთავარი დანიშნულებაა რომ ეყენოს ერთმანეთის საპირისპირო მემართულებით, რომ გაკონტროლდეს პარამეტრი ყველა მხრიდან. მკვლელობის მომენტში ორივე კამერა მელიქიშვილზე ალდაგის ეყენა ერთმანეთის მიმართულებით იყურებოდა ვაკისკენ. ამით დამალეს მკვლელის სახე. პირდაპირ რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მკვლელი რო კადრში შემოდის, ის მხოლოდ ჩანს ზურგიდან, თუმცა ჩვენთვის ეგეც საგვარისია. მაგრამ თვითონ ეს გააკეთეს. ეს შემთხვევით ვერ მოხდებოდა. დრო, კამერა. ეხლა მესამე კამერა, რომელიც ეყენა შანიძის ქუჩაზე და წესით უნდა ეკონტროლებინა, ახლა მე რომ ასე ვთქვათ, უკან არის მელიქიშვილი და უყურებ შანიძეს, ხომ? კამერა ხომ უნდა უყურებდეს სულ ცოტა გზას, თუ მთელ პარამეტრს ტროტუარებით არა. ეს კამერა იყო შეტრიალებული აქეთ ტროტუარისკენ, სადარბაზოები ჩანს და საცხოვრებელი სახლი. ამით იმის თქმა მინდა რომ სუსტად ამ გზაზე აიძბინა მკვლელმა და დამალეს. აქ უკვე ის დამალეს. ეს სამი ფაქტი შემთხვევით ვერ მოხდებოდა და ამიტომ მე საფუძვლიანი ეჭვი არა, მე თვითონ დარწმუნებული ვარ, არც იურიდიულად რა ჯობია თქვა, რომ ალდაგის უსაფრთხოების სამსახური, რომელიც 2007 წელს ფუნქციონირებდა, არის გურამშარაძის მკვლელობის მონაწილე. უსაფრთხოების სამსახური. შეიძლება ყველა მთელი შემადგენლობით არა, მაგრამ ნაწილიც მაინც და დათო გამყრელიძე ბატონი, რომ გამოდის და არარუსულ კანონს ყვირის, ჯობია ის მოიძიოს და მოიკითხოს მის ოფისში, როგორ კლავდნენ გურამშარაძეს და მონაწილეობდნენ უბრალოდ გურამშარაძის მკვლელობაში. აი აქედან გაიგოს თუ არ მისმენს, ძალიან გთხოვთ, ვინც მისმენთ, გადაეცით დათო გამყრელიძეს მის კომპანია ალდაგში არიან გურამშარაძის მკვლელები.